მოდი ვნახოთ მიზეზი. რატომ დუმს ეს ადამიანი? რა არის ამის მიზეზი? რატომ დუმს? რატომ დუმს? ეს გონებით გადაწყვეტილია, იმიტომ რომ 100 არის საჭირო, თითქოს ადამიანი ცდილობს გაგაგებინოს მისი პოზიცია. აი მე არ მოქმედებ, იმიტომ რომ ჩემი უმოქმედობა უფრო კარგად ჩანს. მაგრამ თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ, რა თქმა უნდა, გადმოდგამს ნაბიჯებს, ჭირდება რაღაცა ანალიზის დრო. აი ანალიზისთვის უბრალოდ აქვს დრო აღებული, მაგრამ ამავე დროულად ძალიან გაღიზიანებულია. ძალიან გადაღლილიც არის, შეიძლება ხა ყოველთვის არ იყოს ეს ძალიან სტრესული, მაგრამ თვითონ ძალიან განცდებში ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და მეტი აღარ შეუძლია, თითქოს ამის მოთმენა, ამის ატანა არ შეუძლია და აპროტესტებს რაღაცნაირად აპროტესტებს. კი ბატონო, ნახე ორმხრივი ტაროა და ძალიან საინტერესოდ გადმოვიდა. ნახე, მინდოდა ესე დამედო, მაგრამ გადმოვარდა პირდაპირ ეს ადამიანი არის დაზიანებული თქვენით. ანუ შეიძლება მოგივიდათ რაღაცა უთანხმოება, სადაც ერთმანეთზე მიმდინარეობს ზეწოლა, კონკრეტულად თქვენ ეუბნებით იმას რომ არ ვიცი რას, მაგრამ მაგალითად ხელს იშვერ, გაქვს ამისთვის მიზეზი და მოკლედ ეს ადამიანი არის განაწყენებული, თითქოს შენ არ ახარ მართალი, თითქოს არ იძლევა ამ ადამიანს საშუალება რაღაცა თქვას. ან შეიძლება არც აქვს სათქმელი და უბრალოდ რაღაცნაირად გაბრაზებულია და მოკლედ პასუხი არის ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ აღარ მინდა არაფრის სურვილი დავიღალე და მეტი არ შემიძლიაო. ძალიან გაბრაზებულია ეს ადამიანი, გაღიზიანებულია და მინდა თქვა, რომ დღევანდელ ენერგიებიდან გამომდინარე, ცოტა ბეწვზე კიდია ეს ურთიერთობა. წარმატებებს გისურვებთ.